თბილისის 2014 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი დამტკიცებულია. დოკუმენტს მხარის აკრებულოს უმრავლესობამ დაუჭირა. ცვლილებების მიხედვით ხარჯები 12.5 მილიონი ლარით შემცირდა. სოციალური მიმართულებების პროგრამების დაფინანსება კი 8 მილიონი ლარით, ხოლო ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარით სხვა პროექტებიდან გადატანილი თანხის ხარჯზე იზრდება. როგორც აცხადებენ, ბიუჯეტში არსებული დეფიციტის შესავსებად შესაძლოა მხოლოდ ცვლილებების განხორციელება საკმარისი არ აღმოჩნდეს. დედაქალაქის მერია 30 მილიონი ლარის ცეცხლის აღებასაც გეგმავს. როგორც გაერკვა, მერია ფულს არა კერძო ბანკებიდან, არამედ საერთაშორისო ფონდებიდან ისესხებს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად მოკლევადებში მოვახდინოთ იმ პრობლემების გადაჭრა, რომელიც დგას რეალურად თბილისელების მიმართ. ბიუჯეტში ქონდა რეალურად დაგვდა 30 მილიონიანი გარღვევა, ხარჯები შევამცირეთ 12.5 მილიონით და მივიღეთ 772 მილიონიანი ბიუჯეტი, რომელიც ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე საშუალებას მოგცემს გადაუდებელი ღონისძიებები დავაფინანსოთ შეუფერხებლად, ხოლო 2015 წლიდან გვექნება ბევრად უკეთესი ბიუჯეტი. ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად იყო სეკვესტრირებული ბიუჯეტი, რომლის შევსებას დაჭირდა 30 მილიონი ლარის ცეცხლის აღება, თუმცა ამ ბიუჯეტშიც კი ჩვენ ხედავდით რესურსს, რომ დაფინანსებულიყო მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამები, როგორიც არის სტუდენტების, სოციალურად დაუცველების და პენსიონერების უფასო მგზავრობა, კომუნალური ვაუჩერის წელსვე გაორმაგება, თუმცა ამის მხარდაჭერაზე უმრავლესობამ განაცხადა უარი. ჩვენ დავიწყებთ მუშაობას. უამრავი განცხადება არის უკვე შემოსული და შესაბამისად მოხდება ამ განცხადებების განხილვა, მაგრამ ამ განცხადებების განხილვის პარალელურად მოხდება უკვე გაცემულ ნებართვებზე ხელმოწერა, რომ შესაბამისად უკვე ადამიანებმა აიღონ, მოქალაქეებმა აიღონ საკუთრების მოწმობა.